საგანმანათლებლო ალიანსის წარმომადგენლებმა საჯარო სკოლებში მასწავლებელთა მიმართ პოლიტიკური დევნის შესახებ განცხადება გააკეთეს. Როგორც ორგანიზაციის თანათავმჯდომარე მარიამ რამინაშვილმა განმარტა, განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლის პედაგოგის საქმიანობის მოკვლევა სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურს დაავალა. აუდიტის სამსახურმა კი თავის მხრივ სკოლის დირექტორს მასწავლებლის მიმართ დისციპლინალური საქმის წარმოება დაავალა. განათლების სამინისტროს მხრიდან პედაგოგით დაინტერესების მიზეზი რამინაშვილის თქმით სამინისტროში მოქალაქისაგან შესული წერილი გახდა. წერილის თანახმად მოქალაქე პედაგოგს ქართული ოცნების მხარდამჭერების მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებაში და ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. სამინისტროში მინისტრს წერს მოქალაქე პატივცემულო ქალბატონი თამარ მოგახსენებთ რომ 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების დროს აქტიურ მონაწილეობას იღებდა მოქალაქე ესა და ეს რომელიც არის ნაციონალური მოძრაობის აქტიური წევრი იგი ამჟამად მუშაობს ქალაქ თბილისის ამადაამ სკოლებში ამადაამ თანამდებობაზე ის აქტიურად არის ჩაბმული პოლიტიკაში კერძოდ ნაციონალური მოძრაობის აქტიური წევრია ეს ქალბატონი გვხვდება გზაში ქუჩაში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას გვანცხავს ჩვენ ქართული ოცნების წევრებს